გამარჯობა პატრიცემულებო, ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. დღეს ორშაბათი დღეა, ტრადიციულად თქვენს წინაშე ვართ ბატონი ოთარ ჭითანავა და მე ბექა თავბერი კაპანაძე. Რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა დავიწყებ დიდი მილოცვით, გულწრფელი, გულიანი მილოცვით, სამადლობელით ღვთის წინაშე, რომ მიუხედავად ბევრი ცდელობისა, რომ დისონანსი შეტანილიყო პროცესში, დაძაბულობა, ქაოსი, რა ვიცი, დაბრკოლება ადამიანებისა იყო მცდელობა ამისაც, როგორც საერო მხრიდან, ისე არასაერო მხრიდან, მადლობა უფალს, რომ მისი განგებულებით, ყოვლა წმინდა სამების განგებულებით დადგინებულ იქნა საქართველოში ჩვენთვის უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად შიო მესამე მუჯირი. მილოცვა პატრიარქს, მოგილოცავ შენს ჩემო ოთო, მიულოცავ სრულიად საქართველოს, რადგან ის რასაც მოიაზრებდნენ, რასაც მანამდე მუსირებდნენ, რომ რაღაც დეტალებში ჩადიოდნენ თუ თითქოს აი თეოლოგობდნენ და ღვთისმეტყველობდნენ, არა და მსოფლიოს სამი ღვთისმეტყველი ახსოვს საერთოდ რომ ვიცოდეთ, რომ აი ეს ამას გამოიწვევს, ის იმას დააშავებს, ეს ამას და ასე შემდეგ ხო აღარ მინდა ჩავყვე, მიუხედავად ამისა, დიდია უფლის განგებულება და მისი ნების გარეშე არც ერთი ცვარი და საერთოდ ერთი ღერითმაც არ იმოძრავებს და არ დაეცემა ჩამოვარდება, რა თქმა უნდა, დედამიწაზე. მილოცვა წმინდა სინოდსაც და სრულიად საქართველოს. მე მინდა უსურო მეუფეშიოს, რა თქმა უნდა, აქსიოს ჯერ ვიტყვი პირველ რიგში და პოლიხრონიონ მართლა მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ. ეს მძიმე ჯვარი, ეს უდიდესი ჯვარი, რაც თვითონაც აღნიშნა და ძალიან კარგად იცის ამის შესახებ, რა თქმა უნდა, რომელიც მან იტვირთა, შეგვემსუბუქებინოს გენაცვალით. ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, რომლის შეწევნაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, წმინდა სინოდს და ეხლა განსაკუთრებულად მეუფეშიოს და სრულიად საქართველოს და ექნება კიდევ, რა თქმა უნდა, რადგან მის ღვაწლი სწორედაც საწინდარია იმისა, რომ მას მეოხება და იმ დიდ საუფლოში შეწევნა შეიძლება თავის საყვარელ საზრუნვისა და ცრემლის საგანზე და მართლა ობიექტზე, რასაც ჩვენი ღვთივკურთხეული ქვეყანა ქვია და უწმინდესი ბრძანებ და ილია მეორე, რომ ჩემთვის ილოცეთო, იცით? ჩემთვის ილოცეთო და ეხლა ვინმეს გვაქვს ჩვენ ილუზია, მე პირადად არანაირად, რომ ჩვენ უწმინდესის მსგავსად თუნდაც მიახლოებით შეგვეძლო ლოცვა, მაგრამ საქმე ამაში არ მდგომარეობს. ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, მართლმადიდებლები, ეკლესიის შემადგენლობა ვართ. ეკლესიის ნაწილი და ასე ვთქვათ, მისი უხილავი და უხილავი, რა თქმა უნდა, არის უფალი, რომელიც განაგებს და მეფობს, როგორც სათაშინა, ისე დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ვართ ეკლესიის შემადგენლობა და ამ კუთხით სინერგიული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მთელი ერის ლოცვა უცილობლად წაადგება იმ შეძლების და გვარის შემოსრულებით, თორემ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ამ დღეს ცოტაზე მეტად კიდევ დეგრადირებულ მრავალი კუთხით ჩვენ საზოგადოებას არ გულისხმობ მთლიანობას, რა თქმა უნდა, ჯვარი გწერია, არ შეგვიძლია ახლა ისეთი ლოცვები, მაგრამ გულის შემოსრულება, გულწრფელობა და მართლა ესეთი ჭეშმარიტი ლოცვა, გულიანი ლოცვა, აუცილებლად არამხოლოდ პატრიარქს ყველას წაადგება და ასე რომ ლოცვა გმართებს მეუფეშიოს მიმართებაშიც მისთვის და თვითონ კი მლოცველი და მძიმე ჯვარის ამღებია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. თვითონ საპატრიარქო ინსტიტუცია, ეს დიდი ინსტიტუციასაც ვერ დავარქმევ, ახლა ინსტიტუციას რომ უწოდებენ სხვადასხვა სეგმენტს, თანაბრად და საპირწონეთ, აი ეს მართლაც ენით გამოუთქმელი
ასე ვთქვათ ფენომენი არ შეიძლება დააყენო მათთან და ინსტიტუტი უწოდო. მე უფრო ალბათ აკადემიას უწოდებ და უფრო მეცაც ეს ჩამოყალიბდა მე-11 საუკუნეში, რომ კათოლიკოს პატრიარქობას გულისხმობ, როგორც აი კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა. ეს იყო მე-11 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა მელქისედეკ წმინდა მელქისედეკ პირველი ბრძანდებოდა ჩვენი უპირველესი კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი. ეს პერიოდი გახლავთ ისეთი პერიოდი მოგეხსენებათ ეს არის ბაგრატ მესამე, გიორგი პირველი და ბაგრატ მეოთხეს პერიოდი, დიდი მეფენი ჩვენი სიქადულნი და კარგად ვიცით ის პერიპეტიები, როგორც წარიმართა მანამდე გრიგოლ ხანძთელი ბრძანდებოდა, როგორც ერის სულიერი მამა და ყოველივე მოიმუშაკა შემდეგ კეთილნაყოფად სწორედაც აღმაშენებლის ეპოქაც ძლევა ის საკვირველი და ასე შემდეგ. რაც შეეხება კიდევ ასე ვთქვათ ავტოკეფალის აღდგენის შემდეგ იყო კირიონ მეორე, წმინდა კირიონ მეორე, რომლის ასევე კანონიზაცია მოხდა. არის 1917-18 წლები, რომელიც რა თქმა უნდა ვიცით როგორ დაასრულა მან სიცოცხლე. მოვკალით ესე უხეშად რომ ვთქვათ და მეტის სიუხეშე თვითონ ფაქტში რომ მდგომარეობს სიტყვა ვერ გადმოსცემს კიდევ უფრო მეც და მის თანატოლს და წმინდა კირიონი, წმინდა მელქისედეკი და ყველა ის დიდი პატრიარქი რომელნიც აი საუფლოში ბრძანდებიან, მოზეიმე ეკლესიაში ბრძანდებიან, შეეწიოს ჩვენს შიოს წმინდა სინოს ქრისტეს ერთგულ მღვდელმთავრებს თქვენი ჭირიმეთ და ვისაც რაღაცა მოკოჭლება აქვს თუ კი აქვს გამოსწორებოდეთ თვალასახელს თვალი ახელოდეს და ერი და ბერი ერთსულ და ერთხოც დამდგარიყოს. აი ესაა ჭეშმარიტად გაბწყინების, საქართველოს გაბწყინების დასაწყისი ლიბერალურთას რო რაღაც განათებად მიაჩნია და ასე შემდეგ. ხო, შიო მესამე ყავს ჩვენ უკვე და შიო პირველი ყავდა, შიო მეორეც ყავდა, შიო პირველზე ცოტა ნაკლები ცნობებია, ეს დაახლოებით მე-14 საუკუნეა. მე-14 საუკუნე ვიცით უკვე როგორ იავარყოფილია საქართველო და მე-15 საუკუნე უკვე შიო მეორეს პერიოდია და აქ უკვე ალექსანდრე დიდის მართლაც დიდი პირველის ალექსანდრე პირველი დიდის ეპოქაა და მონღოლთაგან აოხრებულ ქვეყნის აღმშენებლობით იყო დაკავებული და ეს ადამიანებიც მეოხეყვნენ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს. მე მიულოცავ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ასევე სხვაგვარად აზროვნებდნენ და არ საუბრობდნენ სათნოდ უფლისთვის, არ საუბრობდნენ სასიკეთოდ ქვეყნისთვის, მაგრამ მე ძალზედ გამიხარდა, რომ ზოგიერთ მათგანს კი არ წამოწდა ალბათ თავისი ნებით, შეგნებით ბრძანა მილოცვაც და რა თქმა უნდა ის უტყუარი ჭეშმარიტება აქსიომასავით და უფრო მეტიც თავისი შინაარსით რომ არის, რომ ეს იყავნება უფლისა და იყო ნება უფლისა და მოხდა ესე. ჩვენ ზარებსაც შემოუშვებთ, რა თქმა უნდა და პარალელურად რამოდენიმე საკითხსაც შევეხებით ახლა ჩვენს ქვეყანაში, ვიცით რომ დიდი ტკივილია მრავალი მიმართულებით. თუმცა პირველი ზარიც მივიღეთ ოთო და ამ ზარს თქვენ უპასუხეთ ახლა, რადგან სიტყვა არ გადმოსულ ვარ თქვენთან. შემოგბრძანდით. ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა უფალს ლევანდელი დღის ასეთი მშვიდად ჩატარებით. გაიხარეთ, მადლობა. და მე ვთხოვ კიდევ იმ შიოს ბატონს და მეუხეს რომ ცოტა მთავრობასაც ერისკაცობამაც აირჩია მაგის სინოდის გარდა ბატონებო და მთავრობა ცოტა სხვანაირად მოგკითხოს. მიხდებით ალბათ. დიახ, მივხვდებით კი არა, შემოგიერთებით სურვილში. რას ბრძანებდით ბატონო? მინდა მიულოცო მეც მთელ ქვეყანას მართლაც ასე მშვიდად და მადლობა ქალბატონო. კარგად რომ ჩატარდა
პატრიარქის არჩევნები პრაქტიკულად ჩვენ ყავს უკვე 152-ია, ხო, პატრიარქი. მართლაც ულოცავ მის უწმინდესობას ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავრობას და მინდა უფლისწყალობით ყოველივე საუკეთესო უსურვო მას მოღვაწეობაში და ქალბატონმა აღნიშნა რომ ესე იგი ეს მხოლოდ მთავრობას არ ეხება, ხალხის არჩევანია და ხალხის მხარდაჭერილი არის და მე ვისურვებდი რომ ახალმა პატრიარქმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ჩვენ ხალხს, ჩვენი ხალხის პრობლემებს, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი ხალხის მწყემსმთავარია და ღირსეულად გაეგრძელებიოს ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა დიდმა პატრიარქმა ილია მეორემ დატოვა თავისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ და ღირსეული მემკვიდრე ყოფილიყოს და ვთქვი კიდევაც რომ ხალხი არის ყველაზე მთავარი, ყველაზე საყრდენი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ჩვენი ახალი უწმინდესობისთვის და უფრო მეტი ყურადღება მიექციოს. ყურადღებაში რას გულისხმობ, მაგალითად ის რომ ჩვენ აქ პრობლემებზე რომ საუბრობთ, რომ ბავშვები ვერ ღებულობენ წამალს და არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, რომ შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაუმძიმდეთ და აქ საპატრიარქოს როლი უნდა ჩანდეს, ეს მინდა. ასევე ბევრი პრობლემებია უკანონოდ დაკავებულ პატიმრებთან დაკავშირებით, აქაც უნდა იყოს აქტიურად ჩანდეს საპატრიარქოს როლი და მისი უწმინდესობის და ბევრი სხვა საჭიროებო პრობლემები, რომელსაც ცალკე ხელისუფლება ვერ ართმევს თავს, იქ საპატრიარქომ თავისი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს ჩვენი ხალხის მიმართ და ხელისუფლებას რაღაცნაირად არ ვიცი ხა მხოლოდ რაღაც დეკლარირების დონეზე არა რაღაც მოუწოდოს ან რა ვიცი ურჩიოს რომ ბევრი ისეთი საკითხი რომელიც დღემდე არის გადაუჭრელი დროზე მიიღოს გადაწყვეტილება და აქ საპატრიარქოს როლი ვთვლი რომ მაინც დიდია და გამსაზღვრელი უნდა იყოს და უსურვოთ მართლაც წარმატება და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის და ბერის ერთსულოვნება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციის, მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვა და უფრო თვისობრივად ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს ამ შემთხვევაში და აქ ძალიან დიდი როლი ამაში უნდა შეასრულოს სწორედ ახალმა პატრიარქმა. ზარია და შემოუშვათ ზარია. გავაგზავნოთ. ალო. დიახ, გამარჯობათ. გამარჯობათ, κύριε. იცოცხლე. ჩვენ ბატონებო. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ახსენეთ ჩვენი საპატრიარქო. მე ერთი ისეთი ადამიანი ვარ, უსიკოსი ვარ, აღარ ვუსწავლ, დიდი ხნის ვარ. ძალიან მიყვარს ეს ტელევიზია, ძალიან მიყვარს. და იცით რა არა, რატომ მიყვარდა იცი? არ იყო ლაზვაგირება. განსაკუთრებით ირმა, გადასარევი ქალიდა. ხანდახან გამოურევენ ამ ლაზვაგირებას და აგეკადრებათ ეს. რა ვქნათ, გედა ვიცფეთ, პენსიები რა გვაქვს. არაფერი, მაგრამ ხმას არ ვიღებთ. რაღაცას ველოდები. მე არავის ისა ლაზვა არჩევილია. ძალიან მადლობელი ვარ თქვენ, კარგი პლატონები მზადები. ძალიან პატივსებარ პატრიარქს და მადლობელი ვარ თქვენი, კარგი მზადებოდეთ. მადლობა, გაიხარეთ, მადლობა ზარისათვის. ძალიან მოკლედ ვიტყვი და გააგრძელე, რა თქმა უნდა, ოთარ. საერთოდ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ილია მართალის შეგონება. მოყვარეს პირში უძრახეო. ჩვენ არა განკიქებით, არა ჩასაფრებით, არა ლანძღვით, არა შურით, ბოროტებით და უსიყვარულობით, არა. მოყვარეს პირში უძრახე პრინციპით მოქმედებთ, ვაზროვნებთ, მეტყველებთ. ასე რომ ვითვფენთ, კარგია, გასაგებია, მაგრამ ის რაც
შესაწყნარებელი არაა, ვერ მოვითმენთ ქალბატონო, ვერც ბავშვის დაჩაგვრას, ვერც თქვენს დაჩაგვრას და რა თქმა უნდა, ვერც მთლიანად ჩვენი ქვეყნის აი ასეთ დღეში ყოფას, რა ყოფაც ძალიან კარგად იცით თქვენ, ვის კისერზეა. მომდევნო ზარი შემოუშვათ, ოთარ და უპასუხოთ. დიახ, მოგზავნით. ალო. დიახ, ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობათ. გაუმარჯოს. გამარჯობა. დღევანდელ დღეს. გაიხარეთ. მადლობა უფალს. იცოცხლეთ. თქვენ ორივეს ისურვეთ იყავით უფლისაგან შეწყალებული ვიდრე ვიქინასაგან გამძლეებული. გაიხარეთ, ეს უდიდესი სურვილია. გადაჯამთელად. დიდი მადლობა, უდიდესი სურვილია, რას ბრძანებთ. ვინმე მოკვდავისგან შეწყალებას, უფლისგან შეწყალებას როგორ შევადრით. თქვენც ასევე, ბატონო ჩემო, თქვენც ასევე. დიახ, გააგრძელეთ. ძალიან საინტერესო აზარებია, პირველი ის რომ არ ვიცი ხა მე დიდი ხანია ჩვენი ეთერიდან ვინმეს ლანძღვა არ მომისმენია პირიქით. ხო, არც მე. ჩვენზე ესეთი კომფორტული და არა ესეთი კონფლიქტური ადამიანები. ლანძღვა ჩვენი მოგვისმენია, ჩვენი მოგვისმენია, რა ვიცი, ჩვენი ზოგჯერ მოთმენა ვიცით მაგარი, მაგრამ პასუხისგაცემაც ვიცით, მაგრამ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყოთ და ეს პასუხი რაღაც ისეთი ლანძღვისნაირი არ გამოვიდეს, რომ ადამიანებს გული ვატკინოთ. ამისთვის არა ვართ ნამდვილად მოწოდებულები. ზარია კიდევ ერთი? შემოუშვათ ზარი თუ შეიძლება. გამარჯობათ. გამარჯობათ. რაც ემოციები საუბარი თუნდაც გვიან ჩავერთო და მოდი. დიახ, არა უშავს, ეთერში ხართ. არა, ვიცი რა, რომელიც ემოცია საუბარი ხوار. მილოცვა მთელს ქვეყანას, რომ უფლის განგებით დღეს პატრიარქი დადგინებული იქნა, არჩეული იქნა. უწმინდესი და უნეტარესი ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე კი არა შიო მესამე შიო მესამე მეც უერთდები გულმელაკულოცავ ყოფილიყო სამართლიანი ობიექტური ღმერთს ვთხოვრო ყველაფერი ისე წავიდეთ რომ ქართული ხალხის საკავშირო ყოფილიყო ისმინო და ეხა პოლიტიკას ხوار აღარ ვილაპარაკებ, რადგან ეს არის ხუმა, არაფერს აღარ იცნობები. გახსნილობას ვიქცევ და ქართული ერესის დახარჯულებას დავიდან ბოლომდე. გაიხარეთ. გახსნილობას ვიქცევ. ასევე იცოცხლეთ, მადლობა. შეგიძლიათ პოლიტიკური საკითხიც დასვათ ეხლა ამ თემას და ამ საკითხს ვერაფერი გადაწონის, იმდენად უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ერის ისტორიაში. ხომ აი დღეს კონკრეტულად, მაგრამ რა თქმა უნდა, დეტალებით იქმნება ჯამი და ის დეტალი, რომელიც შეიძლება ნაკლებ მნიშვნელოვანი ეგონოს მავანთა და მავანთა გაცილებით მეტად ზემოთ მყოფთ, ის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ნამდვილად არ გახლავთ დეტალი, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია თემატურად რაღაც საკითხებსაც შევეხოთ. ხომ ესეა ჩემო უდარ. ჩვენ რადიო მსმენელისთვისაც გამოვაცხადოთ ჩვენი ტელეფონის ნომერი 557-88-55-88 და ისე უპირველესი ღვაწლი მოვალეობა საერთოდ ჯვარი, რა თქმა უნდა, ერის მსახურება და მე ვფიქრობ შეხსენებაც კი რაღაც კადნიერებად და ასე ვთქვათ, ჩემი მხრიდან შეუძლებლად, უпростоრად, არატაქტიკურად და არამართებულად მიმაჩნია, რომ მე ვფიქრობ, ოთარ, რომ ძალიან კარგად იცის, რომ რომელ გზაზე მობრძანდება წმინდა პატრიარქთა, იესოს გზაზე ბრძანდებიან ეს წმინდა პატრიარქები და პატრიარქის კურთხევა ჩვენი უწმინდესი ილია მეორეს კურთხევა რა იყო? ნებისმიერი კუთხით ჰქონდა მას გამოხატული თავის რეაქცია. როგორც კანონების მიმართებაში, ისე მიწებთან დაკავშირებით, ისე პატიმრებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. კი, დაძაბუნდა ბოლოს, მაგრამ მას ჰქონდა ესეთი მკვეთრი პოზიცია. ზარია ეთერში.
საღამომშვიდობისა ბატონებო. მშვიდობა გქონოდეთ. ძალიან კარგი გამეხარდა როგორც ჩემთან ამ მოქალაქეებს და ულოცავენ შიოს, ისე მეც გამეხარდა პატრიარქად არჩევის და ულოცავდა სამართლიანობა დაემყარებინოს და ყველას მიმართ თანასწორი ყოფილიყო. გაჭირებლის მიმართაც, დიდრის მიმართაც და დიდარი ზემოთ არ გაეკენებინოს. აი ამას ხოლ პატრიარქს. გაიხარეთ. მადლობა ზარისათვის, კი ბატონო, გაიხარეთ. და ეხლა ნახსენე ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, გული მოგიკვდება. რა გითხრათ, აი გარდა იმისა, რომ საზეიმო ვითარება გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვავიწყდება აი ეს დიდი ტკივილი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტკივილია ჩვენ მომავალ თაობას ეხება. არავის არ აქვს უფლება გადაუწყვიტოს მშობელს, რომელიც იბრძვის ბავშვის შვილის სიცოცხლის გადასარჩენად, რომ აი ეს წამალი და ის საშუალებები, რომელიც მშობლებმაც გამოიძიეს, პროფესორებმა დაადგინეს რაღაც ექსპერტიზა, ტესტირება გაიარა, უცხოეთში არაერთმა ქვეყანამ მიიღო დანერგა და კურნალობენ შესაბამისი, ასე ვთქვათ, ავადობით შებოჭილი და მართლა შეჭირვებული პაციენტები და შედეგიც რა თქმა უნდა უკეთესი აქვთ. არავის არ აქვს უფლება, რომ ამ მშობლებს სულ საპირისპირო უთხრას და აი ერთხელ მაინც ყურადღება არ გაამახვილოს მათ აი ამ ცრემლიან და მართლა ესეთ მოთხოვნაზე, რომ პასუხი მაინც გაეცეს მათ. პასუხი. ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება, როგორ შეიძლება უცხო ადამიანი შეგეწოდება. ეს ჩემთვის დაუჯერებელი, აი მწვენია პირადად, მე ოთარ მწვენია, რომ ჩვენ ბავშვებს მე ხშირად ვამბობ, არ მინდა ეხლა ამ საზეიმო ვითარებაში ცოტა გავახისტო ლექსიკა, მაგრამ არავით არის სიხისტე კიდე რბილი ნათქვამია. ეს არის დამოკლეს მახივლი თქვენს კისრებზე. არის ბატონებო, არ გეგონოთ რომ იქ 20 კაცი, 200 კაცი თუ 2000 კაცი. ეს გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება, იცოდეთ. რადგან ყოველ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დიუჟენის კუნთოვანი დისტროფიით, რა ვიცი, შეჭირვებული ბავშვებისათვის და მთელი ოჯახისათვის, ჩემთვის პირადად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეიძლება ღვიძლი შვილი არ არის, მაგრამ ჩემ შვილად მიმაჩნია. და ასე უნდა მიგაჩნდეთ თქვენც, თუ ოდნავ სინდისი და ნამუსი სადღაც ფართხალებს რა, ასე გეტყვით უხეშად. ზარია ეთერში მოგძანდით. საღამომშვიდობისა, ჩემო ძვირფასო ხალხო. საღამომშვიდობისა. ბედნიერია ყველა საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანი, რომელიც მართლმადიდებელია, რომ ასეთი ძვირფასი პატრიარქი აგვაჩეინა უფალმა. მადლობა ყველას, ვისაც უხარია, რომ დღეს მამაშიო მესამე ჩვენი მომავალი პატრიარქია. სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს პოლიტიკაზე, სიყვარულზე, სიძულვილზე, მაგრამ მუდამ არ შეიძლება თქვა. კარგად ჯანდებოდეთ და მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა, გაიხარეთ გენეცოლე. ჩვენ გვექნება კიდევ სხვა ფორმატიც, სადაც მამებიც იქნებიან მოწვეული თავიანთი კომპეტენციის და საერთოდ განვითარების შესაბამისად სულიერ ხედვებს გაგვიზიარებენ და მართლმკეთელურად, როგორც წესია, როგორც ეგების, ისე კიდეც დაგვმოძღვრავენ და არაერთ გზის მოუმოქმედიათ მათ ესე. იცი რა გავარაზე გავამახვილე ოთარ ყურადღება. აი კირკიტი რომ იყო და რაღაც ჩასაფრებითი პოზიცია, რომ აი ვაიმე იმ მიტროპოლიტს რა ჭირს, აი ამას როგორ, აი ის არ შეიძლება იმის არჩევა. მერე გამოდიოდნენ რომის პაპზე მეტი კათოლიკები, კაცო ხო გეუბნებით, სამი ღვთისმეტყველი ახსოვს რა. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ღვთისმეტყველი. კაცობრიობას. გასაგებია თეოლოგია არსებობს როგორც ესეთი მეცნიერება, სულიერი მეცნიერება, მაგრამ იმდენად ღვთისმეტყველებთ რა თქვენი ჭირიმეთ, რომ რაღაც ასე ვთქვათ დაბრკოლების მსგავსი შექმნათ საზოგადოებაში, თორე ნათქვამია იცით თქვენ არ გესწავლებათ ჩემგან. ერთი ადამიანის დამაბრკოლებელსაც კი
ერჩივნოს, ლოდი დაიკიდოს კისერზე და ზღვაში დაინთქასო. ასე რომ ჯვარი გწერიათ. ზარი იყო ეთერში თუ ავწდები და აბა შემოუშვათ ზარი. მე ვისწრებ ხასო. გამარჯობათ. ესე იგი თავრობას რომ არ გააჩნია აქ მორალური პასუხისმგებლობა აქ პოლიტიკური აქ სიბრალიზა სიყვარული გააჩნია აქ სიშიშბზონა ქონა პერისარისინა აი თავგასული ხალხი გერვომ არ დაწერილი წამიგექრა აქ მინახია აი ნაკეთებელი ამ თემ ხალხიდან უკვე გასაკვირი აფერი არა ესე იგი ადამიანებს ხოლმე შვილი არის ყველაზე უკეთესი ადამიანიდან შვილის ფასი რა კალიასკაში უზის ბავშვებია იქით მილიციის კონტროლს უყურებს ბიო ყველა საკრები ხალხია ეს ხალხი რომ გავა ხელისუფლებიდან ქართველმა ხალხმა ქუჩაში ჩხატფრილოს უნდა მე აი ახსენდი მაგას თქვენ აი არ შევიძლია დიდხანს იცოცხლეთ ქალბატონო მადლობა ზარისათვის სხვათა შორის გამახსენდა და ასე ვიწყებთ ოთარ ყოველთვის მიულოცოთ ჩვენ პატიმრებს და მოვიკითხოთ რა თქმა უნდა დღევანდელი დღე მიულოცოთ მოვიკითხოთ სნეულებს რა თქმა უნდა გამოჯამრთელება უსურვოთ მაგრამ ჰაერზე არაფერი არ ხდება უფლის შეწევნა სჭირდება ჩვენი აქტივობაც და ემიგრაციას იმედს ვიტოვებ რომ საპატრიარქოს როლი უფრო სხვანაირი იქნება ახალი პატრიარქის არჩევნების შემდეგ აი ასეთი საკითხების მოგვარებაში ჩვენ გვახსოვს ჩვენი წინა პატრიარქი მისი უწმინდესობა ილია მეორის ყოველწლიურ ეპისტოლეში სწორედ მსგავსი საკითხები იყო წამოჭრილი სადაც მართლაც პატრიარქი ხსნიდა პრობლემის შინაარს ისე ძალიან კარგად და გადაწყვეტის გზებსაც თავაზობდა ხელისუფლებას ასე უნდა იყოს ეხლაც ყოველ შემთხვევაში ეპისტოლეს გარდა როცა არის ესეთი საფრთხეები როგორც ადამიანის ჯანმრთელობას რო ექმნება და ხალხი რომ მიდის საპატრიარქოში და იქ უყურადღებოდ არ უნდა დაბრუნდეს ადამიანები იქ რაღაც მსგავსი პრობლემის მიმართ უნდა იყოს უფრო მეტი ყურადღება, აი ამაზე საუბრობთ ახლა ჩვენ და იმედს ვიტოვებთ, რომ პატრიარქი, ახალი პატრიარქი სწორედ ხალხის პრობლემებზე იქნება ორიენტირებული, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ეს ხელისუფლება ჯერ ისედაც ვერაფერს ვერ აკეთებს და მე ირგვლივ მრჩეველიც არ ყავს, რომ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ საკითხის საჭირო საკითხის გადაწყვეტის პროცესში და აქ ვიმეორებ საპატრიარქოს გამოკვეთილი როლი უნდა ჩანდეს, რადგან სხვა შემთხვევაში უხერხულია უბრალოდ ისეთ პოზაში აღმოჩნდეს საპატრიარქო რომ დუმილით არაფერი არ გვარდება ხო ხტებით უფრო აქტიური მოქმედებებია საჭირო უფრო ესეთი განცხადებების ყურადსაღები რომ იყოს ამ ხელისუფლებისთვის რომ ბევრი საჭირო პრობლემა მოგვარდეს როგორც შინ ისევე ქვეყნის გარეთ იმიტომ რომ საგარეო ურთიერთობებზეც გვახსოვს ბევრ ეპისტოლეში ძალიან საინტერესო ანალიზს აკეთებდა მისი უწმინდესობა ხშირად მზა რეცეპცი იძლეოდა კი მზა რეცეპცი იძლეოდა და ვისურვებდით რომ ეს მართლაც ეს ტრადიცია ეს ხაზი გაგრძელებული იყოს ეხლა ახალი პატრიარქის პირობებში ისმინოთ უფალმა ზარი შემოუშვათ თუ შემოუშვათ ალო დიახ ბატონო გამარჯობა ქრისტიანებო გამარჯობათ კილოცავ მე საქართველოს თქვენ ახალი პატრიარქის არქივას გაიხარეთ ცოცხლე ჩვენ გილოცავ იცოცხლე ეს რაღაცა მინდა გიქვათ კიდევ მინდა მოგილოცოთ ცოტა გაგვიარებით მაგრამ მეორე მსოფლიოში გამარჯვების ფასზე სამაი გასაგებია, მადლობა. ის ერთი წუთი მომიწვიეთ. ჩემი პრემიერ-მინისტრი ჩავიდა ერევანში და ზელენსკის მოთამაშა თემი დიდი შეცდომა დაუშვა. იმ თამარი მოსკოვში უნდა ჩასულიყო და პუტინის უნდა ჩამოეყვა თემი და ეს იქნებოდა საქართველოს ხანძრივი ერთ საუკუნიანი მშვიდობის გარანტი. მაგრამ
ჯიბლებს და აბრაზებენ რუსეთს და იქ ერევანში დასავლეთი არ ვიძებ რუსეთის წინააღმდეგ ახალ აღიძებენ აზერბაიჯანი ერევანი და საქართველოს და თარცო ეს ზაკურებმა დასავლეთმა იქ არ უნდა წავიდეთ ხელი პრემიერ-მინისტრი არაფრის დიდები კარგად იყავით. მადლობა ზარისათვის. ძალიან რთულია ხა ამას იქ არ უნდა ჩასულიყო თუ იქ როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად მოსკოვში ჩასულიყო საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და დამდგარიყო იქ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან რომელსაც საკუთარ თავს პრეზიდენტებს ეძახიან მათ გვერდში დამდგარიყო როგორ უნდა გავაკეთოთ ეს არც ერთი საქართველოს ხელმძღვანელი არ უნდა ჩადიოდეს რუსეთში მანამ სანამ ეს წარმონაქმნები არ ვიცი სუბიექტები ესენი არ არიან რა არიან თვითონ რო არიციან ამად გვერდში ასეთ საზეიმო ვითარებაში არასდროს არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა მე რა პოზიცია მაქვს ციოთ არა აი მე რა თქმა უნდა რასაც ბრძანებ დიდ ნაწილში გეთანხმები მაგრამ ხერხემალი სჭირდება მართლა ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლას. ხერხემალი ძლიერი ქვეყანა, ზურგი მაგარი და ეს ხო ილუზია არაა, რომ რუსეთის გარეშე ვერ მოხდება ვერანაირად ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაბრუნება. ასე რომ არა მონურ მდგომარეობაში, არა მხდარ მდგომარეობაში, არა გაბუტულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ყველას და ყველაფერთან ურთიერთობა შენი ქვეყნისათვის, შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ესაა ჭეშმარიტი პოლიტიკა. დიპლომატიასთან ერთად ტანდემში. დიპლომატიის გარეშე პოლიტიკა მართლა მოუსავლეთის ნაწილია. ასე რომ ასეთი პოლიტიკოსები ჩვენ არ აყვავს და როგორ უნდა ჩასულიყო, სად უნდა ჩასულიყო. ლაოსის პრეზიდენტის და გვერდით ისე გუმბა თუ ვინ მე ზოგადად ჩასვლას ვამბობ, თორე ეხლა იქ აფხაზეთის თვით გამოცხადებული და ცხინვალის თვით გამოცხადებული, რა ვიცი, ისიც რესპუბლიკა თუა და ჩვენც რესპუბლიკა ვართ, ეს ძალზე დისკომფორტული და შუაში უნდა ჩამდგარიყო სეპარატისტები. დაახლოებით, ალბათ, ხო, დაახლოებით. თორე ერევანშიც უნდა ჩავიდეთ და იმის იქითაც უნდა. ან როგორ დაიმცირა თავი პუტინმა, ამერიკას თხოვდა, რომ ზელენსკიმ არ დამარტყას პარადის მცველობის დროს. ნუ არ ვიცი, აი ესაა დღევანდელი რუსეთის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. სამწუხაროა. საერთოდ სამწუხაროა. ისე დაიმცირა თავი, რომ ზელენსკის თხოვს რომ იმ ორდღიან მშვიდობას რომ იმაზე და ამ დროს ჩაუშალოს ამ დროს თვითონ გაისროლა ისე და ხო ვიცით რა ხდება ზარი შემოუშვათ აბა კიდევ ეთერში ესეთი მოკლე აღლუმი 45 წუთში წარმოიდგინა მოგესალმებით ბატონებო მოგესალმებით გამარჯობა დიდი პატივის ცემით ილოცავთ შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ძალიან გახარებული ვარ პირადად მე თუთიერად დამავიწყდა ჩემი გაჭირვება ასე ვთქვათ გაიხარეთ და კიდევ მოგვიანებით გილოცავთ 9 მაისს დიდი გამარჯვებას ფაშიზმზე ბებია ჩემი ძმა 18 წლის წავიდა და უზრუნველყოდ დაიკარგა და ბევრი ნათესავი მყავს ესე წასული და დაკარგული ისე რომ გილოცავთ მოგვიანებით. იცოცხლეთ, მადლობა. და კიდევ რამე მინდა ვთქვა ბატონებო, თუ შეიძლება. ძანეთ. აი ჩვენ მთავრობაზე თან ბავშვებზე გულმუცელი მეწვება მე ძალიან მეწოდებიან, ვიტირე იმ დღეს ბავშვს რო ეჭი და ტრაფარეტი, აი იმ დღესაც საჭმელი არ მიჭამია, გინდა დამეჭერებ კიდე. ჯერა, ანალოგიურ დღეში ვარ, ქალბატონო. ძალიან მეწოდებიან. ანალოგიურ დღეში ვარ. რა გული აქვს ამ მთავრობას, მე არ ვიცი, კაცო, რა გული აქვს და ცხონებული პაპა ჩემი მე კახელი ქალიო რა ცხოვრობა გათხოვილი აქ ვარ მაგრამ ის ცხონებული იტყოდა ხოლმე რომ შვილო წელიწად შეთხე სასმინარი დადის და ცოდიან ადამიანს უნდა ეშინოდესო ხო და ნამდვილად უნდა ეშინოდეს ჩვენ მთავრობას ამ მეთოდს რო იღებენ ბავშვია თუ პენსიონერია თუ პატიმრები თუ საერთოდ ცოდვა უნდა ეშინოდეს და კი ბატონო კი ბატონო ისწავლებ ყველაფერი კარგს და შიო მესამეს ძალიან ძვირფასად კბილი და მშვიდობიანი და კარგი ცხოვრება მოეტანოს მაგის ფეხს ასე ვთქვა თუ შეიძლება ითქვა აიხარეთ გისმინოთ უფალმა დიახ გისმინოთ უფალმა ეს მადლობა ზარისათვის ეს ჩვენი ლოცვის გარეშე არ აღსრულდება გენაცვალეთ
არ აღსრულდება. არსებობს უფლის განგებულება, ძალიან მოკლედ ვიტყვი და არაშეცდომით, რადგან ეს ჩემი ის არ არის, ასე ვთქვათ, ფანტაზია. უფლის განგებულებაში არის უფლის ნება, უფლის დაშვება და მე უფლის უშუალო ჩარევა, ინტერვენცია, ვთქვათ ასეც. როცა თითითიცე ვეღარ მიადო ქართველმა თუ არა ქართველმა, ნებისმიერ საზოგადოებაზე ახლა აქ საუბარი ერზე და იქ უკვე უფალმა იცის სად როგორ რა მოაწყოს ხომ? აი არა შემაძრწუნებლად, მაგრამ როგორიც მოხდა სოდომსა და გომორში და ასე შემდეგ. არსებობს ღვთის დაშვება. ის, რასაც უფალი დაუშვებს, ჩვენ მოკვდავნი არ უნდა ვიყოთ ესე აღტაცებული, რომ აუცილებლად ეს სათნოა. არა ბატონო, არ არის მთლად ესე. რადგან თავისუფალი ნება გვიბოძა ჩვენ უფალმა და თავისუფალ ადამიანად გაგვაჩინა და არა რობოტად. ასე რომ შენი საქმე უნდა იყოს თანაზიარი უფლის ნებასთან. შენი საქმე უნდა გამოხატავდეს, ასე ვთქვათ, უფლის ნებასურვლის, რადგან მისი შეწევნით, მისი ქადაგებით, მისი გზით უნდა ვიდოდე. და როცა ასე არ იქცევი, რა თქმა უნდა დაუშვებს უფალი, ერთხელ გაგაფრთხილებს, მეორედ სუდად გაგხდის, მესამედ რაღაც ფათერაკს მოგიწყობს, გადაგარჩენს კვლავ გენდობა, მაგრამ შენ არა, მაინც ასე აკეთებ. აქ უკვე არის უფლის დაშვება. დიახ, რომელიც ჯვარის ყველას წერია, ზოგჯერ სავალალოდაც მთავრდება ხოლმე ამა თუ იმ საზოგადოებისათვის თუ პიროვნებისათვის. ნუ იყოფინ ასე და უფლის ნება დავინახოთ იმაში და ეს ასეც არის, სხვაგვარად არ აღესრულებოდა დღევანდელი დღე და იყოს ნება უფლისა. ზარია ეთერში გისმით. ბატონო, გამარჯობათ. გამარჯობათ. მე გადავუწევ კაი ხალხო. ჩვენც ასევე, მადლობა. როცა მიტროპოლიტში პატრიარქობას მე მაგაძლიერო კაი ადამიანია და მე შეგვედიოს. რაც ხება წამლებთან დაკავშირებით, წამლები ბოლშევიკს უნდა მივცეს. რა თქმა უნდა. ეთერში ბრძანდებით? გაითიშა ბავშვებს წამალი უნდა მივცეთ კი არა, ბავშვებს თან უნდა გადავყვეთ ჩვენს მომავალ თაობას. რა არის მომავლის გარეშე? აწმყო არც არაფერი არ არის. დღევანდელი დღეც არ იქნება აწმყო, როცა ხვალინდელი დღე გათენდება. ჩვენ მომავლისკენ ვიხედებით და არა მხოლოდ ჰორიზონტალურად, გაცილებით მეტად ვერტიკალურად, დიახ. თუ ვართ მართლმორწმუნეები, თუ ვართ აი გამცნობიერებელი ჭეშმარიტად იმისა, თუ რამ მოგვიყვანა დღემდე, ვიცოდეთ რომ ეს მებრძოლი ეკლესიაა და მოზეიმე ეკლესია გველოდება, მაგრამ მანამდე ჩვენ არა ლოდინით და ოთარ იმ დღესაც საუბრობდით, აი კი გავწყინდება კაცო, როგორ არ გავწყინდება. ბიჭო, შენ რას აკეთებ რომ გავწყინდეს? მე რას ვაკეთებ რომ გავწყინდეს? და ასე შემდეგ ხომ? ასე რომ ჩვეულებრივ გასაგებ ენაზე ვსაუბრობ, ვფიქრობ და იმასაც ასე ვთქვათ, იმისიც მჯერა რომ ბევრი გვეთანხმებით ახლა. ოთარ, აი რაც შეეხება ახლა ვიზიტებს, ხო? ზელენსკის ხელით ჩამორთმევა და რაღაც ახლა მთელი მასმედიური სივრცე მოიცვა ამ ყოველივე კაცო თვითონ ძალიან უხაროდათ. ხო და უბრალოდ საუბედურება ის არის რომ აი წინა გადაცემებშიც ერთ გადაცემაში აღნიშნე მე მგონი რომ აი გამოკეთული სტაბილური მიმართულება მათ არ გააჩნიათ. მათ მიმართულებებს განსაზღვრავს ვიცით რაც. მე არ მინდა ეხლა მცირე სარეველა შეეპაროს ემოციურ ნაწილში ამ საზეიმო ემოციას. მაგრამ ხო არაერთ გზის გვითქვამს და კვლავ გიმეორებთ. თქვენ არ ახართ ჩამოყალიბებული მიმართულ. ეხლა ვიცი რომ გიხარიათ. თუ გიხარიათ გულწრფელად, ჩვენი სიხარულიც თანამდევია და ჩვენი სიხარულის შეერთებისა იყოს, ბატონო. თუ ამ კუთხით მეუფე შიოს უფლის მიერ დადგენილ, ასე ვთქვათ, პატრიარქს მართლა გულწრფელად, ასე ვთქვათ, სიხარულით გამოხატავთ.
და ეს სიხარული არ არის პრაგმატიზმის ნაყოფი. და ეს სიხარული არ არის პრაგმატიზმის, ასე ვთქვათ, მანიშნებელი, რომ თქვენ რაღაც ილუზიების ტყვეობაში იყოთ და მავანი იერარქიის მიუხედავად საკუთარ კაცად მიგაჩნდეთ, რაც შეურაცხყოფაა არა მხოლოდ იმ პიროვნებისა, საკუთარი თავებისაც და მთლიანად ქვეყნისა, დედა ეკლესიისა. მაგრამ ნოიყოფინ ასე ეხლა თუ სადმე მსგავსი რამ ყოფილა ეშმაკს დაუთესია, ნათქვამია ეშმაკის თეს და უფალი იმკისო, მაგრამ ამას შემეცნება ჭირდება, ამას გაგება სჭირდება და ეს გაგება მოგმადლოთ რა უფალმა რა. გუწფელად მოგმადლოთ, იმიტომ რომ არ გაგაჩნიათ. ზარია ეთერში მობძანდით. მობძანდით ეთერში ხართ. გისმენთ? გაითიშა. დიახ, აი ამ ვიზიტებზე ახლა წეხანაც გონდა საუბარი და ეს ვიზიტები საჭიროა, მაგრამ რა თქმა უნდა, წინა გადაცემაში ვთქვი, რომ სასურველი იყო, რომ მსგავსი ფორუმი ტარდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვითვლებოდით პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად რეგიონში და მან უკვე ამ ცენტრმა უკვე სხვაგან გადაინაცვლა, ამას ვხედავთ, იმიტომ რომ არც ერთი მნიშვნელობით სომხეთი ჩვენზე წინ არასდროს არ იყო, მაგრამ იქ აღმოჩნდა ისეთი ხელმძღვანელი, რომელმაც ეს მოახერხა და ვთვლი რომ კი ჩასასვლელი იყო, მაგრამ რადგინდათ ჩვენი ხელისუფლება ჩადის იქ არის ცოტა თავშეკავებული, მე ბრუნდებიან და ისევ ევროპულ სტრუქტურებს აგინებენ, ევროპარლამენტს აგინებენ, ევროკომისიას და მე უკვირთ რატო აქვს ესეთი რეაქცია, აი ამ რომელიც აისახება მე იმ რეზოლუციებში, რომელსაც ღებულობს ევროპარლამენტი და ევროკომისია, ეხა ახალი რეზოლუცია გამოჩნდა ზუსტად იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობის მეთაური იმყოფებოდა ერევანში, სანქციების ახალ პაკეტზეა საუბარი, ისო იმ ორ სამთავრობო არხს კიდე დაემატა რუსთავი 2-ის დასანქცირება. სამწუხაროდ. ხო, სამწუხაროდ ესეა და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ამიტომ აქ არანაირი ევროპულ პერსპექტივაზე და იმაზე, რომ თურმე საგარეო საქმეთა მინისტრმა მოусმინა 2030 წელს ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრი, ეს არის ყველაფერი ილუზია, ყველაფერი არის რაღაც მოგონილი საიდანღაც ამბავი და ამით აღიზიანებენ ასევე რუსეთს, რომელიც მე იმ განცხადებებს აკეთებს, რაც მოვისმინეთ ზახაროვასგანო, თქვენ შეგექმნებათ პრობლემები, თქვენ ტურისტულ სექტორს ზიანს მივაყენებთ, თქვენ ევროპისკენ წახვალთ. არ მივდივართ ამ ევროპისკენ, უბრალოდ იჩემებს ეს ხელისუფლება, რომ ამ გზას დაადგა, მაგრამ რადგინდა ხო ეს უფრო ამძიმებთ ასევე პარალელურად რუსეთთან ურთიერთობას ამით. States დაამარცხებს ევროპაში, შტატებში და შემდეგ გაწევრიანდება. ასე ამბობენ, თავიანთ სიტყვას ვამბობ. რატო ასეთი არათანმიმდევრულ პოლიტიკას რატო ვატარებთ საგარეო ურთიერთობებში, ნამდვილად არ მესმის, რაც მართლა ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე და იმ ადამიანებზე, რომელსაც კავშირი აქვთ ევროპასთან და რომელსაც ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებათ. აი ამ პირობებში, ამ იზოლაციონიზმის პირობებში, ხვალ და საერთოდ სამომავლოდ უფრო დამძიმდება ვითარება ჩვენი უბრალოდ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან გადახვეწილი ევროპაში სამუშაოს საძიებლად და თავისი ოჯახების შესანახად საქართველოში. დიახ, შემოუშვით ზარი თუ შეიძლება. ეთერში ხართ, აბა გისმენთ? გამარჯობათ. ეს ახალი კათოლიკოს პატრიარქი აირჩიეს. დიახ, ბატონო. მაგრამ იმსახურებდა კი ამ თანამდებობაზე. მე მინდა მამა დოროთის მაგალითი მოვიყვანო. რისთვის გამოაჩეს მამა დოროთეს მის წოდება, რატომ დააქვეითეს? რომ ხალხს გამოესაჩრა ამისთვის
აი ასეთები ხუთხურბიტურად გაუჩიეს მამადორეთს საქმე და აი ასეთი კაცი ყავს ეს სამგებლობის მეთაურად დახმარება. კარგით, მადლობა, დიდი მადლობა ზარის. ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს თუ სამართლო გადაწყვეტილება არის, ამაზე რეაგირება კონდეს ახალ პატრიარქს. რადგან დარეკეთ ამისთვის დიდი მადლობა, მაგრამ რა აზრიც განავითარეთ. თავიდან ბოლომდე და შუაშიც, რა ვიცი, ყველა ნაწილში არც ერთ ნაწილში არ გეთანხმებით. მე დასაჩაგრად არც ერთი ადამიანი არ მემეტება და განსაკუთრებით სასულიერო პირი. თუმცა წმინდა გაბრიელ სალოსი, ჩვენი ურგებაძე, ერთ-ერთი უდიდესი ბოლო ჟამის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი, რომელსაც არც დაჩაგვრა აკლდა, არც რეპრესია, ის ბატონო, არა ცილის წამებით, არა დამუნათებით, არა ასე ვთქვათ, საყვედურით და პრეტენზიებით, არა. ის თამდაბლობით, მორჩილებით, სასაფლაოზე ცხოვრობდა და ასე მრავალი გასაჭირით გამოირჩეოდა. ესაა წმინდა სასულიერო გზა. და რაც შეეხება ახლა მამადოროთოს ასე ვთქვათ, არ შეუერთდები მამანთა და მამათ მის განკითხვაში, უფალმა უშველოს მას თუმცა ძალზე ცუდად მომხვდა ყურზე, როცა ბრძანა მან, რომ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, რომ ეს ლოცვა, იესოს ლოცვა, მას დიდი ხანია არ უთქვამს და ამის აქტუალიზმს და საჭიროებას ვერ ხედავს. როცა მთელი წმინდა მამათა გარდამოწემა და არა მხოლოდ მეტყველებს ფაქტებით, ლექსიკით, საქმით, მთელი ისტორიით, რომ იესოს ლოცვა არის გამომხსნელიც, გადამრჩენელიც და საერთოდ ერთ-ერთი უპირველესი ლოცვა მამაო ჩვენოსთან ერთად. ჩვენ დაგვშა ძალზე ცოტა დრო. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენს შემოქმედს ყველაფრისა უფალს, დიდი მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს კიდევ ერთხელ მილოცვა სრულიად საქართველოს და ეს ყოველივე სიკეთის დასაწყისისა და გაგრძელებისა ყოფილიყოს ბედნიერებისა. რა თქმა უნდა, მილოცვა თვითონ პატრიარქ შიოს მეუფე ჯერ ვერ ამოვარდა. თუმცა მეუფეცაა, რა თქმა უნდა, როგორ არა, მაგრამ ის არის უკვე უწმინდესი და უნეტარესი. და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს განმეორდები და ჩვენს ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს. და ამაღლებულ დღეს ერთი ალბათ ლოცვით დავასრულებთ. უფალო აცხონერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა. ღვთივ დაცულსაერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშემისა დაიცევ. რათა ვიტყოდეთ უფალო დიდება იშენდა. მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.